სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში დღეს ბათუმის მოსახლეობას ადგილზე გააცნო. უჩა ნანუაშვილმა სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება ყველა იმ საკითხზე გაამახვილა, რომელიც დოკუმენტშია მოცემული. მათ შორის პენიტენციალურ სისტემებში პატიმრების მდგომარეობაზე, არჩევნების წინ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, გამოხატვის თავისუფლებასა, ეკომიგრანტთა და დევნილთა პრობლემებზე. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, გამოიცემა თემატური ანგარიშები, რომლის პირველი პრეზენტაციაც უკვე მაისშია დაგეგმილი. მიმდინარე წლის ანგარიში გამოყოფილია 3 ძირითადი მიმართულება, გახმაურებული დაკავებები, თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები და ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომელიც ომბუდსმენის განცხადებით ბევრ კითხვით ნიშანს აჩენს. დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაკავდება ამ შენიშვნების გაზიარებით, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ვალდებული იქნება წარმოადგინოს არგუმენტები. ნანუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ ახალი ხელისუფლების პერიოდში მატება არაა, თუმცა ცალკეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება. შევხედეთ თითქმის ყველა იმ ძირითად მომენტს, ძირითად ტენდენციებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი გასულ წელს. რა თქმა უნდა, პენიტენციალური სისტემა იყო ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე პრობლემატური სფერო. იყო ასევე სერიოზული დარღვევები წინა საარჩევნო პერიოდში. რა თქმა უნდა, შედარება არ შეიძლება, დარღვევების ხარისხი და ტენდენცია, რა თქმა უნდა, კლებისკენ არის, არ არის რამდენი დარღვევა, რამდენიც გასული წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა დარღვევები არის და ამის შესახებ არის ანგარიში საუბარი ასე. მან აღნიშნა მედიის თავისუფლება, აღნიშნა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და ასევე მან ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პენიტენციურ სისტემაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, როგორც შეიძლება მიიჩნიოს, ასე ვთქვათ, წამება, არამედ ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესების პრობლემებთან, რომელზეც მუშაობაც მიმდინარეობს ამჟამად.